აღდგომის ტაძრიდან დაიწყო და ღვთისმშობლიშობის ტაძარში დასრულდა მსვლელობა გორში. სასულიერო პირების აზეიმო წირვის შემდეგ მსვლელობას სათავეში ჩაუდგნენ და მრევლთან ერთად ხატები, ჯვრებითა და გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს. მაისი საქართველოში აღინიშნება ოჯახის სიწმინდისა და მშობელთა პატივისცემის დაცვის დღე. ამ დღესთან დაკავშირებით მოკლედ ყველა რეგიონში აღესრულება მსახურება და გვიხარია, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც დედაქალაქში ვერ მიდიოდნენ ხოლმე, გულნაკლულები იყვნენ, რომ ვერ იღებდნენ ამაში მონაწილეობას და მადლობა ღმერთო დღეს ისაო. მადლობა ნეტარხსენებულ პატრიარქ ილიამ მეორის ამ დღის დაწესებისთვის და მე მჯერა და მწამს, რომ შიო პატრიარქ შიო მესამის ხელში უფრო მეტ ძალას მოიკრიბა ეს დღე. სრულიად საქართველოს მიულოცა დღევანდელ დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა რა თქმა უნდა და უფალმა დალოცოს და გააძლიეროს ყველა ოჯახი და ესე იგი რა მნიშვნელობისაც არის დღევანდელი დღე აი ოჯახებს უსურვებთ რომ იმ მნიშვნელობის ცხოვრება გქონოდეთ. ჩვენთვის ქართველების ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის სიწმინდე და ამან გადაგვარჩინა წმენამ და სარწმუნოებამ გადაგვარჩინა და იმედი მაქვს რომ უწმინდესი კიდევ მილოცებს ჩვენში